ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თომას მელიას ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. თომას მელიამ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და რეკომენდაციები წარმოადგინა. დემოკრატიული საარჩევნო პროცესი არ არის მხოლოდ ის, რაც არჩევნების დღეს ხდება. ამ პროცესის ნაწილია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდიც. დემოკრატიული საარჩევნო გარემოს კომპონენტებია თანაბარი საარჩევნო გარემო, რამაც ყველა კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და შეუზღუდავად ჩატარების საშუალება უნდა მისცეს. ასევე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და ამ ფაქტებს მეტისმეტად შემაშფოთებელი უწოდა. თომას მელიას თქმით, რელიგიური თავისუფლება ის საკვანძო საკითხია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე ამერიკის დელეგაცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც ესაუბრა. მელია აცხადებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ იმედიანად არის განწყობილი. შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართეს. დღესვე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის ელჩმა. რიჩარდ ნორლანდის თხოვს ყველა პარტიის აქტივისტს ხელი შეუწყოს მუქარისა და ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას. ნორლანდის თხოვს ხელისუფლებას მიიღოს ყველა ზომა სიმშვიდის დასაცავად.